მე მინდა გაფრთხილების სახით უბრალოდ გაგიმეოროთ, რაც უკვე ნათქვამი მაქვს, რაც ეს ეხება უფრო ჩემი საუბრების სტილს და იმ მიზეზს, რატომ თქვენ ბრძანდებით აქ. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ გავიგოთ რა არის ფილოსოფია და მთავარია ყოველთვის გვესმოდეს, რომ ფილოსოფია არის ელემენტი იმისი, როგორ ადამიანი ეუფლება საკუთარ თავს, საკუთარ აზრებს, განცდებს, ახმას, ემოციებს, ეუფლება, რადგან დაუფლება არის პირობა იმისი, რომ მას შეეძლოს საზრისის გამოტანა და მნიშვნელობის გამოტანა იმისგან, რაც თვითონ განიცადა, რაც თვითონ გაიფიქრა, რაც თვითონ შეიტყო, რაც თვითონ აღიქვა. ეს ძნელია, რა თქმა უნდა. და ამიტომ არსებობს ფილოსოფია. ეს რო ადვილი იყოს, არ იარსებებდა არც საზოვნება, არ იქნებოდა საჭირო და არც ფილოსოფია, როგორც აზოვნების დისციპლინარული ელემენტი. ფოტოშოპის გამეგება, არც მე მიყვარს, რა თქვენ გიყვარს მილიცია და პოლიცია და ამიტომ სწორი უნდა მიიღოთ ეს სიტყვა, რომელსაც ვიტყვი ახლა, მაგრამ უდიდესი და დიდი თავისუფლების დიდი მოყვარული ფილოსოფოსი, როგორც იყო კანტი, ამბობდა, მაგრამ იმ ხალხს, ვისაც ეუბნოდა, ესმოდა და ცუდად არ იგებდა ამას. ამბობდა, რომ ფილოსოფია არის აზოვნების პოლიცია. და რომ ეს ყველაფერი გავიგოთ, იმიტომ რომ ეს პოლიცია ნიშნავს უბრალოდ აზოვნების დისციპლინას და გარკვეულ ხელოვნებას, ანუ ტექნიკას. ბერძნები ხო სიტყვა ტექნოს ან ტექნიკა ხმარობდნენ ძალიან ფართო გაგებით. ტექნიკა მათთვის არ იყო მხოლოდ რაღაცა საწყო ტექნიკური, ტექნიკა იყო რამის კარგი ხელოვანი გაკეთება. ესე იგი თითქმის აიგივებდნენ ტექნიკას და ხელოვნებას. ამ გაგებით ფილოსოფია არის ხელოვნება აზოვნების. მაგრამ ფილოსოფია ამავე დროს თეორია. ისე იგი რას ვიგებთ აქედან? საგანია ამ თეორიის, ანუ ფილოსოფიის საგანი არის რა? თვით ფილოსოფია. ეს ნიშნავს იმას, რომ რასაც ჩვენ უცნებობოდ შეიძლება ვაკეთებდით, მაგრამ ხელოვნებას ცნებები არ ასჭირდება. მაგრამ ის კეთდება რაღაცა, რაც როცა მოვინდობებთ ამის გამოხატვას, დაგჭირდება ცნებები, როცა მოვინდობებთ ამის დახასიათებას, ან ექსპლიკაციას და ეს ცნებები იქნება ფილოსოფიური ცნებები, რადგან რაღაცა შინაგანი აუცილებლობა გვაიძულებს, რომ როცა ექსპლიკაციას ვახდენთ ამ დისციპლინის ელემენტს ადამიანის გონებაში და აზოვნებაში, ამ ხელოვნების ელემენტს, რო გჭირდება ვიხმაროთ ტერმინი მაგალითად ყოფიერება, რომელიც ზოგადი ფილოსოფიური ტერმინია. ვიხმაროთ ტერმინი ცნობიერება. ვიხმაროთ ტერმინი უსასრულო და სასრულო. წყვეტადი, მეორე მხრივ უწყვეტილობა, განუწყვეტლობა. და ასე შემდეგ. მე ახლა მთელ სიას ამ ცნებების არ ჩამოვაგებ, მაგრამ როცა ცნებას გამოვთქვამ, ვიტყვით ცნობთ მაშინ, რომ ეს ფილოსოფიას ეკუთვნის.
ფილოსოფიაში ის რომ ასეთ ცნებებს კატეგორიებს ეძახიან და ასე შემდეგ, მაგრამ მე ჯერ ასეთ ტექნიკურ ენას არ ხმარობ. და ეს ნიშნავს მხოლოდ მივედემიორებ იმას, რომ ფილოსოფიის საგანი არ არის როგორც ამბობენ ზოგადი ცოდნა, ზოგადი კანონები ასე შემდეგ. ეს სისულელეა ყველაფერი. ფილოსოფიის საგანი არის ცნებითი ექსპლიკაცია თვით ფილოსოფიის, რომელიც საყოველთაო საქმეა და ყველას თავშია. იმისიც ვიც არ იცის არაფერი ფილოსოფიაზე, როგორც ცნებების კორპუსზე, ნომენკლატურაზე, სიაზე და ასე შემდეგ. და ბრძანებით იქ არის ადგილები. რადგან ფილოსოფიას ასე ამ კუთხიდან ვეხები, მე შემიძლია ვთქვა, რომ ამ დისციპლინარული კუთხით რო ვდგები. რომ აქ მაშინ ვიგებთ რას ნიშნავს ეს შრომა, რომელიც ფილოსოფიური ჭრეთა, ფილოსოფიური სიჩუმე, სიმარტოვე. თქვენ ხო გესმით კარგად, რომ იმისგან რასაც მე გეუბნებოდით აქამდე, გამომდინარეობს, რომ ფილოსოფიის მომენტი, აი მომენტი მგაგებით, როგორც ესპანელები ამბობენ კორიდაზე, იქ არის პრივილეგირებული მომენტი, რომელსაც ქვია momento di verità, momento de verdad. ჭეშმარიტების მომენტი. ასეთი მომენტი ჩვენს გაგვაჩნია და ასეთ მომენტში და ეს გამომდინარეობს იმისგან, რასაც მე გეუბნებოდით, ეს მომენტია, რა თქმა უნდა, დუმილი, ხასიათდება დუმილით და სიმარტოვით. თუ ჩვენ ვაზროვნებთ, ჩვენ შეგვიძლია ვიაზროვნოთ მხოლოდ ცალკე განდგომით. თუ გვერდზე გავდექით, გავჩუმდით და მარტო ვართ. მაშინ ის, რაც მოხდება ჩვენ თავში, შეიძლება თუ ღმერთმა გაგვიღიმა, იყოს საზროვნება. რა თქმა უნდა, ეს სიმარტოვე არის და ეს პარადოქსია შეიძლება არის პირობა და ადგილი, ტოპოსი სხვა ადამიანთან კავშირისა, სიყვარულისა და მეგობრობის. ეს რასაც მე ვთქვი ახლა, ეს ძალიან ძველი სიბრძნეა. ხშირად გამოიხატება ხოლმე რელიგიურ მედიტაციაში და რელიგიურ ტექსტებში. მაგრამ ჩვენ ძალიან ხშირად უბრალოდ ლამაზ აფორიზმად მიგვაჩნია და ვიმახსოვრეთ ამას, როგორც ბავშვები დიღურებს ადგენენ ხოლმე. მეც წერდი ხოლმე დიღურს მიმახსოვდა, როცა 14 წლის ვიყავი, 15 წლის და აი გაწოდებული დიდი აზრებს ამოვიწერდი ხოლმე ციგნებიდან რვეულში. თქვენს გაიგეთებიათ ასეთ რამე. მაგრამ მალე მოვეში ამას, იმიტომ რომ ცხოვრობდი ისეთ ეპოქაში, როგორც თქვენ ცხოვრობთ ჯერჯერობით, როცა ეს წოდებული დიდი აზრები კედლებზეც იყო აღბეჭდილი, კედლებზე შენობების და არა მარტო კედლებზე, კლდეებზეც იყო. და ეს იყო სხვათა შორის დიდი გეგმა ლენინის, რომ ის ასე აღიქვამდა ადამიანს, ადამიანი არის თავისთავად უთვინო და უმწეო და მასში მხოლოდ გარედან შეიძლება რამის შეტანა და ძალით და მიწოლით, თქვათ ასე. და იდეალურია, რომ ადამიანი გარშემორტმული იყოს, სასა გაიხედავს ყველა ხედავს რას.
ადამიანის კაცობრიობის უდიდეს აზრებს და სიბრძნეს კლდებზე, მოედნებზე, ყველგან. და შეიქმნება, გაიზრდება ახალი ადამიანი. რაც სხვათა შორის გაუმართლა ლენინის ისტორია. ერთ რამეს თუ მიაღწია საბჭოთა ხელისუფლებამ, ეს არის, რა თქმა უნდა, ადამიანის ახალი ტიპის შექმნა. ცხადია, რომ რაღაც მუტაციების გამო და მე ასეთი მიზან დასახული ზემოქმედების შედეგად შეიქმნა ახალი ანთროპოლოგიური ტიპი, რომელიც მეორე მხრივ არის გადაგვარებული ვარიანტი ნორმალური, ტრადიციული ადამიანური სახისა. და როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ოკუპირებული ვართ იმპერიის მიერ, ჩვენ არა მთელ სიმართლეს არ ვამბობთ და ძალიან სახიფათოა არ ვაცნობიერებდეთ სიმართლეს მის მთლიანობაში და არ ვამბობდეთ მას ბოლომდე. ვიმეორებ, რომ ფილოსოფიის ამოცანაა ეძებო ჭეშმარიტება და თუ ნახავ გამოთქვა ბოლომდე. ეს არის ბოლო ან საბოლოო პირდაპირობა, რომელიც ხვედრია, რა თქმა უნდა, ფილოსოფოსის, როცა დგას პირდაპირ ხაზზე, მაგას არ შეუძლიან არ მივიდეს ბოლომდე. და არავინ არ უნდა ჩაავლოს პიჯაკის კალთაში ან ხელი დააკავოს, რომ ნუწახვალ არ უფლება არ აგაქვს, ან ძალიან საზღად გამოიყურება ის დასკვნა, რომლისადმის უნდა მიხვიდე შენ და ძალიან შემაშინებელია და შეურაცხყოფელი ადამიანისთვის. და რომ ვიმეორებ, გადავუხვიეთ ცოტა, რომ მთლიანობაში არ ვამბობთ სიმართლეს, როცა ვამბობთ, რომ ჩვენ ოკუპირებული ვართ იმპერიის მიერ, ჩვენ ოკუპირებული ვართ ახალი ადამიანის მიერაც. საოკუპაციო ჯარი არ არის მხოლოდ იმპერიალური ჯარი, არის გარკვეული ადამიანი, ტიპი ადამიანის, ესე იგი სტრუქტურები, სოციალური, მენტალური, ყოფითი, რომელიც ყველაფერია ჩვენს გარშემო გამსჭვალული ამ სტრუქტურებით, რომელიც არ არის, რა თქმა უნდა, გამომდინარე ჩვენი ისტორიიდან და ჩვენი ტრადიციული საზოგადოებიდან, ამ გაგებით გარედან არის შემოტანილი და ოკუპაცია არის ჩვენი, მაგრამ ჩვენს მიერ. ქართველ ერსაც შეეხო ეს პროცესი ახალი ანთროპოლოგიური ტიპის აღმოცენისა, რომელიც აზროვნობს, ემოციურად რეაგირებს და ასე შემდეგ, ისე რომ ჩვენ ინტუიტიურად შეგვიძლია ვთქვათ, აი ეს საბჭოთა ადამიანია. ალბათ თქვენს ხედავთ ამას და შეუძლებელია ამის არ დანახვა. და ჩვენ წინაშე დგას ეს აქედან როგორ ამოვიდეთ. როგორ შექმნათ საკუთარ თავში სხვა საყრდენები, ან გავანახოთ ძველი, ისე იგი შევაბათ ისტორიული ძაფები და მოვიცილოთ ქირურგიულად, გონებრივ ქირურგიულად, რა თქმა უნდა, არა ფიზიკურად, ფიზიკური სამის მოცლა შეუძლებელია. მოვიცილოთ ეს ნაზარდი, ეს სტრუქტურები. მე უბრუნდები ახლა იმას, რასაც ვამბობდი სიმარტოვეზე. რა თქმა უნდა, მოცილება ამ ნაზარდის, ამ სტრუქტურების შეუძლებელია ქუჩაში,
ხალხში. ბრბოში იმ განკიცხვის სიტყვა არ მინდა ვიხმარო, მაგრამ მართლა ქართულში ეს ძალიან არ არის ნეიტრალური სიტყვა, მაგალითად როგორც ფრანგულში la foule, ну ეგარი, ну ხوارით მოგროვებ ხალხში ქუჩაში, რომ ეს ბრბოა. მაგრამ ქართულში სამწუხაროდ ეს განკიცხვის სიტყვაა. უბრალოდ მრავალი რიცხვი ადამიანებისა ერთად. აი ამას გულისხმობ მე ახლა. იმიტომ თქვენ რო ისით რომ ერთი რამეა მრავალი რიცხვი, მასა ადამიანებული და მეორეა ბრბო. ბრბო არის უბრალოდ მასა ისეთი ადამიანების, რომელიც ამოვარდნილი არიან ტრადიციიდან, რომელიც გაწყვეტილია ერთიანი კავშირი წარმოშობისა და არიან, როგორც შემსაყვარელ მშობლიურ ლეჩხუმში ამბობენ, უგანაჩენო. უგანაჩენო, აი, უგანაჩენოს გროვა არის ბრბო. ის ბრბო კულტურულად ატომებს წარმოადგენს, მაგრამ შეკრულია როგორც ბრბო. ну ეს ამის თქმა ასრულებით ახლა არ მინდოდა, არც მჭირდებოდა უბრალოდ გადაუხვიე ჩემ თემას. უბრუნდები სიმართლეს. როცა ვთქვი, რომ პარადოქსალური რაღაცა, რომ ეს არის პირობა სწორედ კავშირისა და აი ეს მდგომარეობა გამოთქმულია ბევრ რელიგიურ მედიტაციის ტექსტში. დაბრძანეთ აგერ მოინახება ადგილი. სიბრძნე ასეთია, რომ მხოლოდ სიმარტოვის უფსკრულიდან შენ შეგიძლია წამოძახოს სხვას. მე თუ დააკვირდებით მისტიკოსების ტექსტებს, ძველ წმინდა მამების ტექსტებს და ასე შემდეგ, თუ ყველგან დაინახავთ აი ამას. შენ თუ ჩავარდი უფსკრულში სიმარტოვისა, იქიდან შენ გასწვდები სხვას, რომელიც ასევე თავის სიმარტოვის უფსკრულში და სიღრმეშია. ერთი სიღრმე წამოძახებს, გამოეხმაურება მეორე სიღრმეს. ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, ეს არის აბსოლუტური კანონი კავშირის. სოციალური, აზროვნული, ემოციური ბმულობის, აი ეს არის ბმა ადამიანთა შორის, გადის ასე. სიბრტყეში კი არა გორიზონტალზე. თვალნათლივ. ფიზიკური გაერთიანებით, ან ფიზიკური კავშირით. აი ეს რაღაც ნახტომია ჯერ სიღრმეში, უჩინავ. ჩვენ ვერ ავხედებთ ამ. ვერ ჩავწვდებით, იმიტომ რომ სიღრმე ყველის თუ სამ რამეს საკუთრება გაგვაჩნია, ეს არის ჩვენი საკუთარი სიღრმე, ისე იგი საკუთარი სიმარტოვე, ჩვენი საკუთარი შინაგანი დისტანცია, რომელიც ანცალკევს ჩემ თავს, ჩემი თავიდან. ესე იგი, იმისგან როგორ ვარ ზედაპირზე, განცალკევებულია ის სიღრმეში, რაც არის იმის მნიშვნელობა. ან ის საზრისი, რომელიც ჩემთვის ასე უშუალოდ გაუგებარია, რა თქმა უნდა. სიბრტყეში, ზედაპირზე. დაბრძანეთ. ასე აგერ სკამი არის, აგერ გადადგით და დაბრძანეთ. იბრძანეთ, იბრძანეთ. თუ გახსოვთ მე გელაპარაკებოდით ცოცხალ უწყვეტილობაზე. აი მაგალითი მოგიტანეთ დამთხოვების, როცა სხვა ადამიანი, ну მაგალითად ამ შემთხვევაში ჩემი მაგალითი მომქონდა, რომ შეიძლება სხვისი აზრის გამეორება
და ეს ნიშნავს არა პლაგიატს და არა გავლენას, ეს ნიშნავს უბრალოდ რომ ეს არის ყოფიერების ფორმა ამ აზრისა. ესე იგი აზრი არსებობს მრავალ მოცემულობაში, დამოუკიდებლად დროისა და სივრცისა, მრავალ თავში. რადგან მე სიღრმეზე ვლაპარაკობ, ალბათ ეს ჩვენი თავი იქ კი არ არის, რაც ჩვენ ხედავთ თავს, სადღაც სხვაგან არის. სხვათა შორის ტყუილა კი არ იყო, რომ ძველები ანტიკურ ფილოსოფიაში საერთოდ აზროვნების ორგანოთ ითვლებოდა არა თავი, არა ტვინი, არამედ გული, რომელსაც ვერ ვხედავთ სხვადასხვა. გული. ნუ ეს არ არის ახლა ჩვენი პრობლემა. და როცა ამ ვახასიათებდი ამ განუწყვეტლობას, რომელიც არის რაღაც აზრის შინაარსისა, საზრისისა და სტრუქტურის აღმოცენა სპონტანური სხვა დროში და სხვა ადგილას, სხვა ადამიანის თავში. მე ვლაპარაკობდი რა თქმა უნდა უსასრულობაზე ამით და უკვდავობაზე. ეს არის რაც მარადიულია და უსასრულო და ვლინდება მისი ხდება რეალიზაცია მისი უსასრულოების აი ასეთ ატომურ ფეთქვაში იფეთქებს ჩვენ უკვე ვიცით სად შენ წინაშე ხარ მარტო დუმხარ აი როგორც ეკლესიაში ელაპარაკები შენში რაღაც ინსტანციაში. რა ინსტანცია არის ეს? ეს ინსტანცია არის აი ეს უსასრულობა. რა გაგებით უსასრულობა? იმ გაგებით უსასრულობა, რომ ჯერ უსასრულობა საერთოდ ისეთი საგანია, რომელზეც ჩვენ გარდა სისულელების, მეც ჩემი საკუთარი თავის ახლა ჩათვლით, გარდა სისულელების არაფერს არ ვამბობთ. ჩვენ ვერ ავწუდებით უსასრულოებას და მაგრამ მაინც იმაზე ვლაპარაკობთ. მაგრამ ამასობაში, როცა ვლაპარაკობთ უსასრულობაზე სისულელებს, რაღაც გააზრებულ სხვა რაღაცაზე ვამბობთ და ვახცევთ სხვა რაღაცის გაგებას. ამ შემთხვევაში უსასრულობა რა არის? არის მოწმე. ჩვენში მოწმე არის ცნობიერება. იგი პირველი განმარტება ცნობიერების არის იდეა რაღაცა ინსტანციის, რომელიც ყოველთვის და ყველა წერტილში მოწმეა. რაც ჩვეულებრივ ადამიანს არ შეუძლია. გასულ მე გეუბნეოდით, რომ მე მხოლოდ დროში გამოცდილების მიღები და ასე შემდეგ ან შემთხვევითობასაც აქვს ადგილი შევხვდი არ შევხვდი რაღაც ინფორმაციას, რომელიც მე მჭირდებოდა, რომელიც შეავსებდა იმას რაღაც სტრუქტურას, რომელიც სწორედ ამ ინფორმაციას მოითხოვდა, მაგრამ ამას უნდა შეხვდე, როგორც უნდა შეხვდე ადამიანს, საზრისის მატარებელს, როგორც უნდა შეხვიდე შენ სიყვარულის მეორე ნაწილს, ქალს, რომელიც შენი კუთვნილია, ან კაცს, რომელიც თქვენი კუთვნილია. და ასე შემდეგ. მე შეიძლება სულ გადაბრუნებულად მესმოდეს ის, რასაც განვიცდი მე. მე როგორც გეუბნებოდი, მე შეიძლება ვფიქრობდი, რომ მე მიყვარს და ეს მამოძრავებდეს. ესე იგი, მამოძრავებდე ჩემ თავს ან სიყვარულის სიტყვებით და ასე შემდეგ და მაგრამ სინამდვილეში ბძულდეს. ჩვეულებრივი ფაქტია ჩვენი ფსიქოლოგიური აწყობის ასევა. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ რაღაცა რაც არის შესულია რაღაც სხვა რაღაცით. არის
სიძულვილე და მე განვიცდი სიყვარულს. მაგრამ აქ არის ყოველთვის ერთი წინამძღვარი, რომ სადღაც ვიღაცამ ან რაღაცამ იცის და ხედავს ის რასაც მე მივახცევ მხოლოდ დროში, ან შეიძლება საერთოდ არ მივახციო, იმიტომ რომ არის უსასრულოდ შორს ჩემსგან. ნუ რაღაც კატეგორიის დროს, რა თქმა უნდა, მე მოვიქცევი იმის მიხედვით, რასაც მე განვიცდი და მაშინ ამ საქციელს დავარქვევ სპონტანურს, ეს სიტყვა როცა რაღაცა არ გვესმის, მეტი არაფერი, სპონტანურს, მაგრამ როგორ მოვიქცევი იმის მიხედვით, რასაც რეალურად ვგრძნობ, მაგრამ ბძულს. და ჩამოვარდება ეს ფიქცია სიყვარულისა და სხვა ფიქციები. ხო გეუბნებოდით მაშინ მე რომ მონტენი რო ამბობდა და იმეორებდა ამას, რომ სიკვდილის წინ ამით იუმერობდა რომაელების ნათქვამს და ნუ მის ნათქვამშია რომ სიკვდილის წინ აი ჩდება აი რა გიდევს ში რა ხარ სიკვდილის სახეს წინაშე ჩდება on parle français devant la mort ესე იგი სიკვდილის სახის წინაშე ჩვენ ვლაპარაკობთ ფრანგულად ამბობდა მონტენი, მაგრამ ეს ნიშნავს მე შემიძლია ვთქვა მართლა ვლაპარაკობ ქართულად. ამ შემთხვევაში იგულისხმება ნამდვილი, ესე იგი ნამდვილი სადა გურწპელი და პირდაპირ ენა, რომელიც არ შეიცავს რას? აი ეს ამ შეცვლებს ამ სიყვარულია სიძულვილის მაგივრად. ან პირიქით სიძულვილი სიყვარულის მაგივრად, სიყვარულის სინამდვილეში მიყვარს, მაგრამ გამიცდილ თითქოს მძულს, მაგრამ რაღაც მომენტში აი ეს momento di verdad on parle français. ქართულად ლაპარაკობ. როგორც გითხარით, მე მგონი არ მახსოვს ზუსტად გითხარით თუ არა, რომაელები ამბობდნენ exit persona manet res. მიდის ქრება პერსონა და ლაპარაკობს ნიფთი საგანი საქმე როგორ არის საქმე სინამდვილეში და საინტერესოა რომელიც აქ ტერმინი იმისთვის რომ თქვან რომ მიდის პერსონა ისე იგი სახე ჩვენი კონკრეტული ინდივიდუალობა რომელიც ჩვენ გვესმის ეს ჩვენა ვართ სინამდვილეში ჩვენ შეიძლება სულ სხვა ვიყოთ ვიდრე როგორც გვესმის ჩვენა ვართ ხო ამას ქვია პერსონა და პერსონამ ამავე დროს ნიღაბია როგორც იცით თქვენ აი ესე იგი ჩვენ შეგვიძლია ასეთი ინტერპრეტაცია გავუკეთოთ ამ ფრაზას რომ მარტო მე კი არ მივიდა როგორც ფიზიკური ინდივიდუალური არსება ქრები და მაშინ ჩდება საქმე მანეთ რეს ლაპარაკობს საქმე არა ნიღბები ჩამოვარდება პერსონა ნიღბის ნიშნულობით ნიღბები ჩამოვარდება ამიტომ ადამიანი ვის იწყებს თავის თავზე ფიქრს ნუ ერთ-ერთი პირველადი შემოტანილი განსხვავება მაზროვებაში აი რაღაც განსხვავებს რაღაც საგნებს არის განსხვავება გარეგანი ნიშნისა და შინაგანი მდგომარეობის და რის მიმართ არის ამას განსხვავებთ ფასოლკებას რა კოორდინატში მიმართებით იმ ინსტანციასთან რომელიც უკვე შემოსულია რომელსაც მე მოწმე დავარქვი და რომელიც ხედავს მე როცა ვხედავ ნიღაბს ის კი ხედავს სიღრმეს რა მაქვს გულში სინამდვილეში გულში რა მაქვს რა მიდევს ნუ რა თქმა უნდა როცა მე ასე გამოვთქვი აი ეს ყველაფერი ეს ინსტანცია არის რა თქმა უნდა ღმერთი ხო ხოლმე ღმერთი არის სიმბოლო როცა ჩვენ ფიქრობთ ღმერთზე
ის კი არა, მაგრამ იმას საერთოდ არ ესაქმებოდ, ჩვენ რას ვფიქრობთ და შეგვიძლია მის თაობაზე გავიგოთ. მაგრამ ახლა ჩვენ საკუთარ თავთან გვაქვს საქმე იმაზე, ჩვენ როგორ ვლაპარაკობთ და რა კანონებს ემორჩილება ენა, როცა ენაში შემოდის ასეთი ტერმინი, როგორც ღმერთი. ეს არის ესე იგი სიმბოლო აი ასეთი სიტუაციის. რომ ადამიანი სასული არსება არის განლაგებული ამ უსასრულო სირბილში მოკრეფისა ემპირიული წერტილების, სადაც ნაწყვეტებია განლაგებული ჭეშმარიტი თლიანობისა, იგი რა არის ეგ სიყვარულია თუ სიძულვილი? ნიღაბია თუ ნიფთი? რეს? მაგრამ წამძღვარი მთელი ასე ხედვისა კრიტიკული შეხვედრა სამყაროსი და საკუთარი თავის სამყაროს წამძღვარი არის დაშვება, რომ არის წერტილი სასამ თლიანობაში მოცემული ის, რაც ჩვენთვის არის მოცემული გაფანტვაში და უსასრულო სიარულში ამ წერტილების მოსაკრეფად, ერთად შეკრებად და მისაღწევად. როცა მე მიყვარს ამ დროს რაღაც წერტილისთვის არ არის დაფარული ის ფაქტი, რომ მე მძულს. ამ სიტუაციას რა თქმა უნდა შემოდის ცნება ღმერთისა და ღმერთის შიშისა. ანუ შიშისა იმისა, რომ ვიღაცამ იცის, ხედავს სინამდვილეში რა ხარ. და მოაბრუნდებ ახლა შიში, რომ ვიღაცა ხედავს, ან რაღაცა ხედავს, აი მოწმე, ცნობიერება, როგორც მოწმე, რაღაცა ცნობიერება, რომელიც მოწმეა სინამდვილისა. შენ აგებ რაღაც ხელოვნურ სიტუაციას, მხოლოდ ხელოვნურ სიყვარულს, განცდას. მას ვითომ განიცდი, ამ დროს არსებობს მოწმე. იმისი, რა ხდება სინამდვილეში. რა თქმა უნდა, მოწმეც მოსაძებნია. ხო იცით რომ მოწმობის შეკრება მოპოვება არ შეიძლება ისე როგორც ჩვენ ემპირიულ ინფორმაციას ვიძენთ. მოწმე უნდა შეგხვდეს. ჩვენ მონაცემები, ემპირიული მონაცემები შეიძლება შევკრიფოთ, აი როგორც მეცნიერებაში ვაკეთებთ. და რაღაც კანონების მიხედვით წესების მიხედვით დავამუშავოთ. შევადგინოთ რაღაც სურათი. მაგრამ აი როგორც ჩვენ განკითხვაში ან განჯაში რას როცა ვეძებთ მოწმეებს. მოწმობის შეიძლება ან შეხვდები, ან ხელოვნურად ჭკვის ტვინის მუშაობით არ შეგიძლია შექმნა ის, რასაც შეიძლება გაუწყოს მოწმემ. ეს ნიშნავს იმას, რომ შიში ასეთი მოწმისა არის მამაძრავებელი ძალა შემეცნებისა. თუ გეშინია ღმერთისა, მაშინ კრიტიკულად შეგიძლია შეხედო შენ საკუთარ თავს და შენი განცდების და აზრების სიცხადეს. არ მიიღო ის როგორც სიცხადე. გადანა? ნუ ვთქვი რომ ამას ვეძახით ჩვენ ღმერთი მე შემიძლია ასე ვთქვა, მაგრამ რადგან მე აზრის გამოთქვა მჭირდება,
მე ამიტომ ნებისმიერი ტერმინი ღმერთის ჩათვლით, როგორც ტერმინი ვიორებ, მე დამყავს იმამდვინ რა სიტუაციას ესადაგება და რას ეხმარება ემსახურება ეს ტერმინი. მე ხო არ მინდა ქადაგი გამოთქვა ისეთი, რომელიც აი ინდუქციით შექმნის თქვენში რაღაც ღმერთის პატივცემის და საკრალური პატივცემის მდგომარეობას. ეს არის ეს მიზანია ღვთლისა და არა ფილოსოფოსისა. მე არ ვამბობ ამით, რომ მისი მიზანი უარესია ჩემ მიზანზე. ხოლო ჩემი მიზანი სხვა. მე ფილოსოფოსი ვარ და არა ღვთელი. ასე უცივესი თითქოს უცივესია როგორც ცნობილია და კატალოგიზირებული ფილოსოფიის ისტორიაში და ჩვენ ცნობიერებაში დეკარტი, რომელიც ცნობილია როგორც უაღრესი რაციონალისტი, ცივი და ასე შემდეგ, ესეც რიგითი სისულელეა. ის ამბობდა, რომ Timor Dei არის საწყისი, ან დასაწყისი შემეცნების. ვიწყებთ ასე, მაგრამ ვიწყებთ უკვე რაღაც ველში, რომელიც მოფარგლული და ამავე დროს გაშუქებულია. აი ამ მოწმის, ანუ ცნობიერების როგორც მოწმის ხატით. არის რაღაც წერტილი, რომელიც ქვია ცნობიერება და ცნობიერება ნიშნავს იმას, რომ ეს წერტილი მოწმეა ხედავს ყველაფერს ერთად. იმას, რასაც შენ დაინახავ მხოლოდ გამოცდილების განვლით, ისე იგი დროის და სივრცის შეკრებით. შენი საკუთარი გამოცდილების, რომელიც გაფანტულია სივრცეში და დროში. დროში შენ ჭირდება მახსოვრობა, მაგრამ მახსოვრობა, რომელიც არის ჩუმი საუბარი შენ საკუთარ თავთან, წარსულ შეხვედრებზე ვისთან? მოწმესთან. ეს შეხვედრები იყო, მაგრამ შენ არ შეამჩნიე და ამ შეხვედრებმა დატოვეს მხოლოდ რაღაც მაჯადოვებელი, მაგრამ გაუგებარი კვალი. იმპრესია. ანაბეჭდი. რომელიც გაწუხებს რაღაცას ნიშნავდა. აი, თუ გაწუხებს, კეთილი ინებე და წადი ბოლომდე. სანამ არ შენი ეს წუხილი არ მიიღებს რაღაც დაკმაყოფილებას. არა, მიდიხარ სად? მიდიხარ რომ უნდა შეიცნო. მაშინ შემეცნება გაგება ნიშნავს ამავე დროს ბოლომდე განცდას. აი ეს ძალიან ძნელი მომენტია და ეს კარგად უნდა ავითვისოთ. იმიტომ აქ რაღაც წდება რაღაც განუწყვეტლობა და ჩვენ გადავდივართ ასე როცა ვლაპარაკობთ ესე ან ვაკეთებთ ამას, გადავდივართ სხვა განზომილებაში. აქ პრაქტიკულად აი ჩვენ აქსიომატურად უნდა ვივიღოთ ერთი რამე. აი ციტატა მე მოვიყვანე პლატონის, სადაც პლატონი ლაპარაკობს სიკეთის იდეაზე და ამბობს, რომ მე მინდა გაგახსენოთ, რომ ამბობს, რომ შესამეცნებელი საგნები
შეიძლება შემეცნებული იქნეს მხოლოდ სიკეთის იდეის წყალობით. ან სხვანაირად გამოვთქვა, მხოლოდ სიკეთის იდეის, აქ დავიტოვოთ სიტყვა იდეა, რომ არ ავიღოთ ერთ-ერთი იდეა, რომელიც სიკეთის იდეაა, იდეა როგორც ასეთი. ნებისმიერ იდეა. ის მე ჩვენ ავსნით ამას რას ნიშნავს სიტყვა იდეა. მე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რაღაცა შევიცნობთ იდეაში. როცა ჩვენ ვართ იდეაში, შეგვიძლია რაღაცა შევიცნობთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაღაცა შეგვიძლია აღვიქვათ და ეს ვიქონიოთ აქმითი განცდა გამოცდილება იმ პირობით თუ ჩვენ გვესმის რაღაცა. მაგ შემთხვევაში გვესმის იდეა. ეს ძალიან ის არის. და იდეა, ამავე დროს მე უმატებ, არის თუმცა, როგორც ამბობს პლატონი, ვითარცა მასზე, ყველაფერზე, ესე იგი, ღირსებით, არსებობაზე ღირსებით და ძალით, თუ მე ვიმეცნებ რაღაცას იდეაში, ესე იგი ეს ნიშნავს, რომ ეს იდეის ძალაა. აი როგორც მე რაღაც ველში ვარ და თუ ვაქცევ რაღაცას, ვაკეთებ რაღაცა, ეს ველის ძალაა. ასეთი მეტაფორა მოვიხმაროთ, მოვიშველიოთ. და თუმცა ყველაფერი ღირსებით და ძალით აღმატებული არსებობის საზღვრების მიღმა. ესე იგი არსებობაში არ არის მოცემული ან არსებული მიღმა. რაღაც არ არსებული საგანი. მე აი ესე იგი ჩვენ რა სიტუაცია აღმოჩნდით, რომ ჩვენ არსებული შესაძლებად, რომელიც განცდის საგანია, შესაძლებელი განცდის საგანია, შესაძლებელი აღქმის საგანია, შემოვიყვანეთ რაღაცა არარსებული, ან იმ გაგებით რომ არსებობის მიღმა და ეს არარსებული გავხარეთ პირობა, რომ იმისი რომ ჩვენ შევიგან აღვიქვათ ის, რაც არსებობაშია და არსებობიდან მიდის და ჩვენი გამოცდილების ან განცდის შესაძლებელი საგანია. დავაკვირდეთ საკითხი ასე, რომ აი ეს ძალიან რთული წერტილი, რომ აი დავეუფლოთ ამ წერტილს. იმის ძნელია სიმართლე გითხრათ, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ჩვენ სულელები ხართ, აი ან მე უფრო ჭკვიანი ვიდრე თქვენ და მე თქვენ რაღაცა გასწავლეთ. მე ჩემთვისაც ეს ყოველთვის ხელახლა უნდა გავაკეთო. მხოლოდ მე მინდა გაგაფრთხილოთ ერთ რამეში, რომ საერთოდ ჩვენ საქმე გვაქვს ისეთ რაღაცეებთან, რის ქონა დაუფლება ამ გაგებით, რომ შენ გქონდეს ეგ, შენ ფლობდე ამას, როგორც საკუთრებას ფლობ, როგორც ნიჭს, აი ეს ქონა შეუძლებელია. ჩვენ გვაქვს საქმე ისეთ აზრებთან, რომელიც აი კიდევ როცა გავიფიქრეთ ამას, ამით ჩვენ არ ვითარებ გარანტია არ გვეცემა იმის, რომ ეს აზრი ჩვენ გვაქვს და როცა უკლოდ გადავდეთ, ან ჯიბეში ჩავიდეთ და როცა საჭიროა, ან როცა გაგვახსენდა, რომ ეს აზრი გვაქვს, ამოვიღებ ჯიბიდან ამ აზრს. არ არის ეგრე. ისევ ის რაც მიღწეულია, ისევ ხდება მისაღწევი. უნდა მიაღწიო ისევ. რაღაც ძალისხმევი. სხვადასხვა ამას ყველაფერი ჩვენს გარშემო, ჩვენი აგერ წოდებული არსებული კულტურული ფორმები. სწორედ ამას აკეთებენ, ჩვენ უბრალოდ ჩვენ არ ვაცნობიერებთ რა ხდება. მაგალითად, თქვენ ხო დადიხართ თეატრში.
და რატომ? ხომ არსებობს ტექსტი პიესისა. თქვენ ხო იცით წინასწარ რა სიტყვიან მსახიობები და რა არიან, თქვენ შეგიძლიათ დაახასიათოთ ყველაფერი და რა საზრისია თეატრალური ხდომილების. თითქოს ეს შეგიძლიათ გაიგოთ. კი. მაგრამ მაინც საჭიროა მანქანა და ამ მანქანას ქვია თეატრი, რომელიც შენ მოგაქცევს ან ისევ ჩაგაგდებს, ისევ ჩავარდე ჭეშმარიტებაში. ჩვენ ჭეშმარიტებაში მართლა ვარდებით და არა გვაქვს ჭეშმარიტება. ვარდებით ისევ და ისევ. რაღაცა უნიკალური რაც ხდება სცენაზე, ფიზიკური თანდასწრებით და კომპოზიციით ყველა ფიზიკური ზეგავლენის ჩვენ ფსიქიკაზე, ისეთი რომ ისევ შეგვარყიოს და გაგვაგებინოს ის, რაც თითქოს ვიცოდით. მაგრამ მისი ცოდნა ფლობის ფორმით შეუძლებელია და ისევ უნდა ჩავარდეთ იმაში, რაც ჩვენ გვესმის. ამიტომ ახლა მე რო გელაპარაკებით, მე გარწმუნებ და ეს ფარისეულობა არ არის. არც კეკლუცობ თქვენ წინაშე. ხოთ მინდა თქვენ დაგეხმაროთ და ჩემს საკუთარ თავს დავეხმარო. რომ მე აი ეს რო გაგაგებინოთ აი ეს ძალიან დელიკატური პუნქტი, აი ისევ მე თვითონ უნდა ჩავარდე ამ გაგებაში. ჩავაგდო ჩემი თავი. ჩემი საკუთარი თავი ისევ სიტუაციით ჩავაყენე, რომ აი ახლა თქვენ წინაშე აი ბურთი და აი მოედანი უნდა რაღაცა მე თვითონ გავიგო. და ამ დროს რაღაცას მნიშვნელობა აქვს ამას, რომელიც მე თვითონ მეპარება ეს ვერავ ხედავ და მაგრამ ის არის და მოქმედობს ამ ჩემს აქციებში. და თქვენ უყურებთ მაგრამ მეც უყურებ, მეც არც ამას განვიცდი, მაგრამ რას ნიშნავს მე ამას ავიქვა, ან ამას განვიცდი სიყვარულს რაღაც შთაბეჭდილება. მოხდა, მე ახლა უმიექსეთ უყურდება. მოხდა მართლა ეს შეგრძნება, როგორც ხდომილება სამყაროში, თუ არ მოხდა. მე ისევ მაშინ იძულებული ვარ შევეხო ერთხელ უკვე მომყავდა ჩემი მსმენელებისთვის, რომელსაც უკითხავდი მარსელ პრუსზე კურსს და ეს მაგალითი, რადგან ადვილი მაგალითია და თან რადგან სხვისი ინტიმური ცხოვრებიდან არის, უფრო შეიძლება მაგზე კორექტიულია მასზე ლაპარაკი, ვიდრე საკუთარზე. ახლა მე შემიძლია საკუთარი მინდა მოვიღო, მაგრამ ეს იქნება როგორც გაშიშვლება თქვენ წინაშე ზედმეტი, რა თქმა უნდა, ფილოსოფოსი მაინც იშიშვლებს თავს, მაგრამ ყველაფერს საზღვარი გააჩნია. ყველაფერს საზღვარი გააჩნია. ან ზეპირად, შეიძლება ტექსტში გავაკეთო ეს, რომ წაიკითხება, მაგრამ აი ლაპარაკში მაინც სხვა საზღვრებია და უნდა დავიცათ ეს. რამიტომ ვიცი მარსელ პრუსტიდან უყურებთ. საერთოდ მთელი აი ეს ეპოპეა და მართლა ეპოპეა ადამიანისა, რომელიც მარსელ პრუსტის რომანში გაემართა იმისთვის, რომ მოეძებნა ეგრეთ წოდებული დაკარგული დრო, არის ჩამოცმული ერთ ღერძზე, რომელიც ამოძრავებს, რომელსაც მიყავს ეს მოძრაობა ჩვენი გმირისა. ეს ღერძი არის განსხვავება ორი რამის. განცდის შორის და იგივე განცდის, მაგრამ მეშვეობით რაღაცა გაგების ან ცოდნის. თქვა ეგრეთ წოდებული უდაკარგული დროს არის მეხსიერება, მაგრამ როგორც სამოსულში არა უარყოფითი მეხსიერება, როგორც უნიფორმულად არის შეგნებული განზრახვით შესრულებული აქტი. არამედ სპონტანური გაუნძრახავი
გახსენება, რომელიც ხდება, შენ შეიძლება შექმნა პირობები ამისი, მაგრამ ის თვითონ ხდება და წარსული თვითონ არის მაშინ შენ წინაშე. მაგრამ თითქოს იგივე შინაარსია რა განსხვავებაა რა ის რასაც იხსენებს შენ ცნობერი და განზრახვითი აქტით ან ის რაც თვითონ ამოტივტივდება აი არის განსხვავება და განსხვავება არის ის რომ როცა მეხსიერებით კეთდება ეს აი ისეთ მეხსიერების რომლის წიაღია თვით რომანი არის როგორც ამბობდა პრუსტი caisse de résonance ყუთი რეზონანსების ყუთი აი შენ ყუთი აგე და თვით რომანში რეზონანსებმა დაბადე გახსენება ან განცდა აი შენ ისევ განიცდი რაღაცას მაგრამ უკვე სხვანაირად მაგრამ რა მოახდინა ეს განცდა იგივე განცდა ემპირიულმა ფაქტებმა კი არა რომ შენ შეხვდი განცდის საგანთან ეს წარსულში იყო ან ახლა არის სხვადასხვა ახლა ხდება ასეთი რაღაცები არა ეს რო შეიქმნა ფორმა ამ შემთხვევაში რომანი ის არის caisse de résonance ეს არის გაგებითი ფორმა ან პლატონის შემთხვევაში იგივე რაც იდეა რომანი თვითონ არის იდეების ჯამი იმისი რომ აი ეს იდეები ასრულებენ აი ამ სამსახურს რომ შენ უკვე შეიძლება ისე შენ განისენ აღიქვამ რაღაცას ისე რომ ეს აღქმა არის შესრულებული ხდომილება სამყაროში მოხდა ნუ ჩვენი შეგრძნებები ჩვენ შიგნით ხო ისეთი რაღაცები ვერადროს არ შეგვიძლია ჩვენ თქვათ რომ შესრულებულია შეგრძნება რომ მოხდა ეს გრძელდება ჩვენ დროში იფანტება სივრცეში და დროში და ასე შემდეგ და მისი საზრისი ყოველთვის რაღაცა ყოველთვის მიღმა თვითონ ამ შეგრძნების ემპირიული ფაქტისა და ასეთ მაგალითს მოვიყვან ასეც ჩვენი გმირი მარსელი პრუსის გმირი მარსელი დგას რაღაც ის არის ნუ გარს კაფეში ჩაის სმა სადაც მაგრამ ანუ ასეთ ადგილებში ცეკვებიც არის ხოლმე ცეკვავენ სალონი ასე არის სალონი რომელიც ასე ხდება სხვადასხვის ჩეკეთში ვიყავი 66 წლამდე რამდენიმე წელი და იქ შემორჩა ეს ტრადიცია შეიძლება რაღაც ჩაის სალონებში წასული ხო საცეკვაოდ აი როგორც ჩვენ ჩვეულებრივ ევროპულ ქალაქებში საღამოობით დავდივარ ხოლმე ბალებზე ცეკვებზე არა აქ დღის ის არის ნუ ასეთი რაღაცა ხდება პრუსტის რომანში და უყურებს მოცეკვავებს გვერდით უდგას მისი ნაცნობი მეგობარი ექიმი რომელიც ეს ნამას მნიშვნელობა აქვს ექიმის ხედვა აქვს როგორც უყურებს როგორც ექიმი ისე კლინიკური თქვა თვალი და მარსელი უყურებს ცეკვავს ალბერტინა და ანდრე ალბერტინას მეგობარი ისე კი ორი ქალი როგორც რუსულში ამბობენ მაგრამ ეს გადმოღებულია ფრანგულიდან ზოგი მოხერხებულია სიტყვა ასეთი რუსულში რუსული ენის სიმდიდრით პოტენციის გამოყენებით გადათამაშება ფრანგული სიტყვების როგორც ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე ქართულშიც გამოყენებით ჩვენი უღრმესი სიმდიდრეების ჩვენი ენისა ну მაგალითად ქართულ ხოში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ასეთ სიტყვა ჩაშმოთქილი მაგალითად ხო ასევე რუსულში ეს ну როგორც არსებობს გამოთქვა შრამუჟნიკ ეს არის შერამი გადაკეთება ფრანგულისა ასე არსებობს შერაჩკა სმაშერაჩკა შერ ზედა ძვირფასო მაშერ ჩემო ძვირფასო
ცეკვავენ შეროჩკას მაშეროჩკა. ცეკვა როცა ცეკვავენ, ცეკვავს ორი ქალი. ნუ ეს რა არის? რა ხდება? რას ვხედავ? მე ახლა გააკეთე კონცენტრაციის აქტი და დააკვირდით რაზე ვლაპარაკობ. როგორც მე აქ ხედავს, აი მე რას ვხედავ? აღქმაზე. თვალის ხედვის აღქმაზე, ხო? მე ვხედავ ცეკვას. რას განის? ნუ რა ხდება? ნუ მე ვხედავ, ნუ ეს არის, ნუ კავალერები აკლია, რომ ქალი ცეკვავს ქალთან. ჩვეულებრივი ბანალური აქტი. უყურებ ალბერტინას, ალბერტინა მიყვარს, აი ჩვენ გვირს უყვარს ალბერტინა. ნუ რაღაც თქმა ეჭვები მაქვს საერთოდ იმაზე რომ ალბერტინას საფისტური ხო, რას შეიძლება ვთქვათ ქართულად ხო, საფო გადახვევები აქვს. ან როგორ ვამბობ, ლესბიანური ხო? რაღაც ეჭვებია არსებობს მის თავში, არსებობდა. ნუ ის ცეკვას თავის მეგობართან, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ცეკვას რაღაც ეროტიული მნიშვნელობა ყოველთვის აქვს. მაგრამ აქ შემთხვევაში ეს ეროტული მნიშვნელობა ბანალურია და სტანდარტული. უყურებ. მაგრამ მე ვიმეორებ, რომ აქ რაღაცა ხდება მნიშვნელოვანი ჩვენი გვირისთვის. ცეკვავს მისი შეყვარებული. ყველა ხდომილება, ყველა აქტი, რაც ეხება შენ ადამიანს, რომელიც გიყვარს, მნიშვნელოვანია. შენი შინაგანი ცხოვრებისთვის და საერთოდ შენთვის მნიშვნელოვანია. ანიჭებ მნიშვნელობას ბანალურ აქტებსაც კი. ამ დროს ეს არის ის, რასაც მე ავიქვავ, ხედავ ავიქვავ. მაგრამ მართლა დავინახე, აღვიქვი, აი ახლა შემოვიტანოთ ახალი ელემენტი. როცა უყურებს მარსელ ესექინი ეუბნება, ყველა მისი საზოგადო ცნობილია, რომ ეროტიული შეგრძნების ორგანო ქალისა ძალიან ხშირად, ნუ ნორმალურ შემთხვევებში არის ხოლმე კერდი. რა თქმა უნდა, ალბერტინან და ანდრე როხტოს ეხებიან ერთმანეთს კერდით. შენ ხო ხედავ ამ შეხებას? ხო და აქედან აქ მოდის დიდი პასაჟი ბურსისა, ეხსნება მას თვალები და ადგენს კანონსაც ამ შემთხვევაში, როგორც მე ვცდილობ ეს განსხვავება და განახლება. ის მართლა ახლა განიცდის იმას, რაც რეალობაში ხდება. აქედან განიცდით და რა, ცეკვას. ახლა განიცდის ისევ ცეკვას, მაგრამ განიცდის იმის მიხედვით, რაც ხდება სინამდვილეში, რა ხდება სინამდვილეში. სინამდვილეში თუ გაიგებს, კარგად გაიგო იმან მექიმის ფრაზა, ხდება თითქმის სექსუალური აქტი მის თვალწინ. თუ მკერდია ორგანო ეროტიული გრძნობებისა, სექსუალური გრძნობებისა და შეგრძნებებისა, ეს არ არის უბრალოდ ბანალური მოხვევა და როგორც ცეკვაშია რიტუალიზებული, ნორმირებული მოხვევა. დანახვის აქტი, აღქმის აქტი შესრულდა რითი? გაგებით და ცოდნით. აი მომოს რომ მე ამას არ განვიცდიდი, ანა vécu ისე ამის ცოცხალი გამოცდილება არ მქონდა სანამ რადგან არ მესმოდა, რადგან არ ვიცოდი. თუ ვიცი რომ ასეთი სტრუქტურაა, რომელსაც
ქვია ეროტიული განცდა და მკერდის შეხება ქალის შემთხვევაში ეს აი სოდა გამაცდევინებს ის რაც ხდება ხდომილებას დამანახვებს რაც ხდება ამ შემთხვევაში ორი ეგზემპლარია აღქმის თვარით აღქმის ერთი როცა ვიცი და ჩემი აღქმა როცა არ ვიცი და ჩემი აღქმა არ ხდება გაგების ან ცოდნის სტრუქტურაში და ეს ცოდნის სტრუქტურას ან გაგების სტრუქტურას ჩვენ უკვე მივანიჭეთ მისი რაღაც წერტილში მოწმის სახით ყოფნა და ყოველთვის არსებობა მე საცა მინდა არსა და შემილიან გავიქცე იმიტომ რომ გულის სიღრმემდე ხედავს ეს ინსტანცია და ეს როცა აი ესეთი რამე აქვს ცოდნას ან გაგებას მაშინ მის წიაღში ხდება ხდომილება სრული აქტი აღქმისა განცდისა აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ ამ შემთხვევაში მაგალითად გავიგეთ რომ მაგალითად რომ ასეთი ფორმები როგორც არის ხელოვნება ფერწერა რომანი არ არის უბრალოდ მიმატება სიცოცხლისა რაღაც თაიგულებით კაბაზე სიცოცხლის კაბაზე კაბაა საჭირო და თაიგული ისე რა დავადეთ თაიგული გავალამაზეთ არა და იმისთვის კი არ არის ჩვენ დავტკბეთ ვის სიამოვნოთ ხელოვნებით სიამოვნოთ რა თქმა უნდა მაგრამ ეს არ არის რაც ხდება როცა ჩვენ საქმე გვაქვს ხელოვნებასთან ან იმისთვის რომ ჩვენ როცა უკვე დაყრილი ვართ ცხოვრებაში რომ როცა ვისვენებთ ამ დასვენებული ხმარებისთვის არის ლამაზი რაღაცეების შექმნილი ხელოვნებაში ჩვენ მაშინ ვიგებთ რომ ხელოვნება არის ორგანო სიცოცხლისა რომ მე ნამდვილი ცხოვრება ნამდვილ სრულ ანუ სრულყოფილ აღქმებში აზრებში და ასე შემდეგ აი ასეთ რაღაცას ვიგებთ ასევეა ფილოსოფია მე უბრუნდები იმას რისგანაც დავიწყე რომ აი იგივე გავიგო და ბოლომდე გავიცადო სიმართლე ეს განცდა მაგრამ მე ნაყოფიერად გავიცდი ამას როცა ვიცი რა ვიცი აი ეს ყველაფერი რაც მე მოვყევი უკვე რამდენი წუთია ვლაპარაკობ 2 საათია თითქმის უკვე აი ეს ყველაფერი ეს არის ყველაფერი მე თქვენ თვალწინ ბოლომდე მინდა განვიცადო ფილოსოფიური ცნებების მეშვეობით, ისე იგი ფილოსოფიური გაგების მეშვეობით, ამ გაგების წიაღში მე მინდა შევასრულო ჩემი განცდა, სიმართლეზე გელაპარაკობთ ხოლმე ამაზე. ასეთ რამეს ქვია ამავე დროს განათლება. ნათელი. ან ბავშვობიდან გამოსვლა. მე შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვი ხედავს ცეკვას, მოზრდილი ადამიანი ხედავს რა ხდება იმის დროს, რასაც ქვია ცეკვა. რა ხდება. რადგან ისე იგი მოზრდილ ადამიანს გააჩნია რაღაც ორგანოები, მომწიფებული ორგანოები, რომელიც
ფლობს და ამ ორგანოებში ხდება, გრძელდება სიცოცხლე, მაგრამ უგროვ როც ჩემი სიცოცხლე, ჩემი, რომელიც დაეუფლა საკუთარ თავს. და ეს, რა თქმა უნდა, შრომა. ამ შემთხვევაში მე ვლაპარაკობ, რა თქმა უნდა, ფილოსოფიის შრომაში, დამჭირდა აი ცნობიერების ცნება ხო ვერ შეამჩნიოთ, მე ხო შემოვიტანე ცნობიერების ცნება, როცა თქვი მოწმე და ასე შემდეგ, მე უკვე ცნებას ვახასიათებ. ეს ერთ-ერთი ცნება ფილოსოფიისა. ყოფიერების აი წერტილი, შესრულებული წერტილი, რომელიც ყველაფერი მოკრეფილია, ამას ქვია ფილოსოფიაში ყოფიერება. მხოლოდ ჩვენ ეს ენა უნდა ვიცოდეთ, რომ ენა გაგრძელება ჩვენი ყოველდღიური განცდის სინამდვილეში, მაგრამ მეშვეობა ბოლომდე განვიცადოთ. აი მაგალითად, როცა აი ვაბლობდი აი ეს რაღაცა წერტილი, საცა ამ წერტილს ყველა დანარჩენი წერტილი ჩანს. და გამჭვირვალეა ნებისმიერი ნიღაბი. ვერ მოეფარები არავითარი ნიღბით. და უკვე ცნებებია ფილოსოფიის ჩართული ასეთ გაგებაში, ცნება გარეგანისა და შინაგანისა მნიშვნელოვანი. მაგალითად აქედან გამოდის უბრალო ესეთი მედიტაციური მტკიცება, რომელიც ხშირად შეხვდება და გაუგებარია სხვათა შორის, იმიტომ რომ საწინააღმდეგო მტკიცებანიც არის, მაგრამ არ არის სინამდვილეში საწინააღმდეგო სახარებაში, მტკიცება იმაზე, არ შეიძლება იმსჯელო ადამიანზე მისი მოქმედების მიხედვით. უცნაური მტკიცება. და ვის შეუძლია მხოლოდ ღმერთს, რომელიც ხედავს გულის სიღრმემდე, ხედავს ყველაფერს. და მე არა, მე რატო? და იმიტომ რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ისეთ გელში, სადაც განსხვავებულია ნიშანი და ის საზრისი შინაგანი და ჩემთვის ფარული, რომელიც მიღმა ამ ნიშნისა, რომელსაც არსებობის მიღმაც არის, აი, იდეა პლატონის. მარტო ჩემში კი არ არის მიღმა არსებობის. სხვაში და ყოველთვის პრინციპული დაშვებაა, რომ შეიძლება მიმალულ არსებობის მიღმა და არსებობა გამოხატოს საკუთარ თავს ნიშნებით შემჭინასში. ადამიანმა მაგალითად ჟესტი გააკეთა. ან საქცელი ჩაიდი. შეიძლება აქედან ჩვენ ვიმსჯელოთ. ფილოსოფია და რელიგია გვეუბნებით. არა, თუ ღმერთი არ ახარ. ღმერთს შეუძლია, შენ არა. იმიტომ ყოველთვის პრინციპული შესაძლებლობა აბსოლუტური განსხვავების იმისა, რომ იმას რაც მიღმა არავით არის საერთო არ აქვს თავისი გარეგანი გამოხატულებასთან. არავით არის საერთო. როგორც ნამდვილ სიყვარულს არ აქვს არავით არის საერთო იმ ნიშნებთან, რომელიც გამოხატავენ სიძულვილით ამ სიყვარულს. ან პირიქით, ხო გითხარით, რომ მე შეიძლება მძულდეს, მაგრამ სინამდვილე მძულდეს, მაგრამ სინამდვილეში მიყვარდეს, ან სინამდვილეში მძულდეს და მეგონოს რომ მიყვარს. აი ეს მეგონოს ნიშანი ეს ყველაფერი გარეგანი გაქვს. მაგრამ ისე იგი ჩვენ ფილოსოფიას ვიწყებთ, როცა ასე სიტუაციაში ვართ, სადაც პრინციპული დაშვებაა, რომ შეიძლება აი შინაგან დისტანცია, შინაგან მიღმა მდგომ იდეას არავით არის საერთო არ ქონდეს თავის საკუთარი გამოხატულებასთან. არავით არის. დანტეს ამბობდა სხვათა შორის ამას, რომ ყველაფერი რაც შიგ და ყალბია არ არსებული ყველაფერი რაც არის გარეთ. რამდენი შემთხვევა თქვენ შენივათ იცით, რამდენი შემთხვევა რომ შეყვარებულის ნამდვილად შეყვარებულის საქციელს აქტებს არავით არის საერთო შეიძლება არ ჰქონდეს მის ნამდვილ გზნობასთან. და ჩვენთვის რა? აკრძალულია მსჯელობა, ამ გადასვლა თვალნათ საჩინო აქტიდან მის შინაარსამდე. შენ შეიძლება ამ შინაარსს სხვანაირად მიაღწიო, კი, ამაზე არის აქ ლაპარაკი.
მხოლოდ ერთი რამეა, რომ არ შეიძლება დედუქციით ან სხვა ხერხით შეუწყვეტლივ შენ გადახვიდე გარეგან ნიშნიდან, რომელსაც შენ უნდა დაუშვა, შეიძლება არავითარი საერთო არ ჰქონდეს შინაგანთან, არ შეგიძლია გადახვიდე შინაგანისკენ. თქვა, აი, რადგან ის მოიქცა ასე, ეს ნიშნავს, რომ ის ასე და ასეა, ისე იგი მაგას არ უყვარს, ან შეუძლებელი არ შეიძლება. არის მხოლოდ მიუბრუნდით ჩვენ საქმეს, არის მხოლოდ ერთი შემთხვევა. როცა ეს არის იდეის შემთხვევა. იდეა არის ისეთი რაღაცა, სადაც ემთხვევა გარეგანი და შინაგანი. ანუ, ახლა მე უკვე უნდა ახალ ტერმინებს შემოვიდნენ. ანუ ყოფიერება და აზრი. და არის მათი იგივობა. რა შემთხვევა ეს? როცა აზრი არის ის, რაც უბრალოდ მთელი შინაარსი არის უბრალოდ ის რომ არის, თან დამსწრეა. თან დასწრება. მთელი მისი აქტივობა არის უბრალოდ გამოხატულობა ის აქტივობს თავის თან დასწრებით, მხოლოდ თავის დასწრებით. ამას ასეთ თან დასწრებას ქვია ყოფიერება. და აზრი. აი ამას ნიშნავს იგივობა. და ყოველთვის იგებენ იმას, რომ რაღაც აბრეშებს რაღაც სულიერული ფილოსოფიები, იმიტომ მე ამ ფილოსოფიებს ვამხელთ ვეზახით იდეალიზმს და ასე შემდეგ. და ამას სხვადასხვა უნივერსიტეტებში გიკითხავენ და ტექსტებში საიგითხავ ფილოსოფიის ისტორიის ტექსტებში, ინტერპრეტაციებში და ასე შემდეგ, რომ ვითომ შესაძლებელია ასეთი რამე, რომ შეიძლება იგივე იყოს საგანი და აზრი საგანზე. ეს აბსოლუტური იდიოტიზმი და შეუძლებლობა და არსებობს ფილოსოფოს ასეთი რამე არ უთქვამს. აი იგულისხმება აი ეს იგივობა, რომელზეც მე ახლა ვლაპარაკობ. ასევე როგორც მაგალითად პარმენიდი ამბობს და მე ახლა ენაზე ვლაპარაკობ, ფილოსოფიურ ენაზე, რომ ყოფიერობა არის რგვალი სფერო. ეს ციტატა. ნუ რა თქმა უნდა ჩვენ ხო თვალნათლივი გვინდა ყოველთვის წარმოვიდგინოთ ყველაფერი და ყველაფერს ვიმსჯელოთ იმის მიხედვით რამდენად თვალნათლივ წარმოვიდგენთ და ყოველთვის ვაკეთებთ შეცდომას. შეიძლება პარმენიდი ლაპარაკობს ისეთ რაღაცაზე, რომლის თვალნათლივ წარმოდგენა შეუძლებელია. ის ყოფიერება მისთვის არის წერტილი, სადაც რაღაცა ყოფიერობს იმ გაგებით, რომ მთლიანად არის ყველა თავისი ნაწილებით. ens amplissimum, როგორც ამბობდნენ ლათინურად. ხო? და როგორ რა ხატი მაქვს, როგორ შეიძლება გამოვხატოთ და მოგაწოდოთ თქვენ ან ჩემს საკუთარ თავს. წრე რგვალია. არსებობს, ყოფიერობს ის, რაც რგვალია. ნუ, ეს არის მხოლოდ ხატი თლიანობაში შესრულებული რაღაცის მეტად. იმას კი არ ამბობს, რომ ფიზიკურად არის, ყოფიერება არის რგვალი საგანი, როგორ დაგორავს სადღაც, ან დედამიწა, რომელიც რგვალია და ჩამოკიდებულია გერცაში და ასე შემდეგ. ხო? დაუბრუნდეთ ისევ ჩვენ ამ იდეას. ახლა
ხო მე უკვე მოვუდექი ამ იდეას ამ ყოფიერების კუთხით. სხვადასხვა კუთხით შევუდგებით ჩვენ ამ იდეის პრობლემას და თვითონ იდეას. და ასე ვიტრიალებთ. აი ახლა ავიღოთ ეს ყოფიერების კუთხე, კიდე ერთი ნაბიჯი გავაკეთოთ. ნუ ყოფიერებას ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, მხოლოდ ყოფიერობს. ან არის ის, რაც არის. და არის, რადგან არის ის, მხოლოდ რაც მთლიანად არის. რაც არის მხოლოდ ნაწილობრივ, არ არის. აი როგორც ჩემი აღქმა, როცა ვხედავ, სანამ არ ვიცი, ვხედავ, როცა ეკვავს ალბერტინა და ანდრე, ეს აღქმა, როგორც ხდომილება სამყაროში არ არის და არ მომხდარა. არ მომხდარა. მეტი არაფერი. თან ის არის ყოფიერება, სადაც მოხსნილია პრინციპული დასაშვები, ყოველ შემთხვევაში დასაშვები, განსხვავება გარეგანი გამოხატულებისა და შინაგანი მდგომარეობისა, იმისა, იმ მდგომარეობის, რომელიც გამოხატავს გარეგნული ნიშნებით, გამოხატავს საკუთარ თავს. გარეგნულ ნიშნებს შეიძლება არავითარი საერთო არ ჰქონდეს იმასთან, რაც მათ მიერ გამოიხატება. თუ საერთო არ აქვთ, მათი განზოგადება, შედარება და განზოგადებით და აბსტრაქტული ნიშნების ამოღებით არაფრის შემეცნება არ შეიძლება. შემეცნება ხო ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ აზროვნება არის საგნების შედარება, ნიშნულოვანი ნიშნების დამახასიათებლების გამოღება და ამის რაღაც ნიშანში განზოგადება. იმისი, რაც ყოველთვის მნიშვნელოვნად ახასიათებს საგანს, რომელიც მეორდება ჩვენ გამოცდილებაში. მაგრამ მაცალით თუ შეიძლება არავითარი საერთო არ ჰქონდეს რაღაცას, რაც გამოხატავს საკუთარ თავს ნიშნებით და ამ ნიშნებს არავითარი საერთო არ ჰქონდეს იმასთან, რაც ამ ნიშნებით გამოიხატება, როგორ უნდა მოვახდინო განზოგადება, სადაც მე გარედან ვადარებ საგნებს ერთმანეთს და საერთოს ვეზებ, ამ საერთოს გამოვყოფ და ვარ ზოგადია და თან უნდა რაღაც ესენციალური უნდა იყოს, ესე იგი მნიშვნელოვანი, არ იყოს შემთხვევითი ნიშანი საგნისა და ეს აბსტრაქციაში ეს გავაფორმებ ამას როგორც საგნის ცნებას. რა ცნება უნდა როგორ უნდა ავაშენოთ ცნებას, თუ მე მივიღე, რომ პრინციპულად შესაძლებელია აბსოლუტური რადიკალური საერთოს არ ქონა აი ამ ორი რამის შორის. ყოფიერებას ვეძახი ისეთ რაღაცას, სადაც ეს ორი რამე ემთხვევა ერთმანეთს. ეს მომენტია ქმნადობა, რომლის ლაპარაკი ან რომლის შინაარსი და შედეგი არის მხოლოდ ის, რომ ის არის და აჩვენებს თავს იმით, რომ თან დასწრია, რომ ქმედია. თან დამსწრია თავის ქმედებით. ან ქმედია თავის თან დასწრებით. მეტი არაფერი, სხვა არაფერს არ ვამბობთ ამაზე. ამის თქმის უფლება გვაქვს და საკმარისია და სხვას არ უნდა თქვა, ჯერ სხვა არაფერი არ ვიცით ამაზე. არის. ამ დროს არს იმ როგორც საზრისია, აზრია. ამ გაგებით აზრი. არა რა თქმა უნდა აბსტრაქტული აზრი, რომელიც მე
მენტალური რაღაც ხატია, ან ლოგიკური ხატი, რომლის იგივობა მე მინდოდეს დავადგინო ფიზიკურ ყოფიერებასთან. ასეთი რამე ფილოსოფიას რადგანს არ უცდია და არ უთქვამს, არ გამოუთქვამს არც ერთ ფილოსოფოს ასეთი რაღაცა. გარდა ამისა, და ეგ მთავარია, ეს ყოფიერება, ეს შერწყმული, სასაშერწყმულია ასე გარეგანი და შინაგანი აზრისეული და ყოფიერებისეული, თქვათ ასე. იქ შერწყმულია კიდე ერთი რამე. აი რომლის გამოიხატა მაგალითად ნების ყოფის ფენომენში, როცა არჩევანი და არჩევანი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც თავისუფალი აქტი ადამიანისა, არის ამავე დროს მიღწევა იმისი, რისი ნებისყოფა არის და ეს დამოუკიდებელია იმაზე, რა შედეგები მოყვება მიზეზობრივ, შედეგობრივ ჯაჭვში. მე ძალიან ბუნდოვნა თქვი, ჯერ გამოვთქი, მაგრამ საჭიროა ბუნდოვნა ჯერ მოვხაზეთ რაზე ვლაპარაკობ და ახლა ცადოთ ვილაპარაკოთ. აქ ეგულისხმება მაგათ უბრალოდ რამე თქვენ გაიგებთ თქვენ საკუთარ იმაზე, რომ კეთილი ნებისყოფა არის თავისთავად რაღაც ხდომილება, თუ მოხდა კეთილი ნებისყოფის მდგომარეობა, არის თავისთავად ხდომილება სამყაროში და ის მოხდა და არ აქვს მნიშვნელობა რა მოყვება. შეიძლება ეს ნებისყოფის აქტი ხო იყოს ჩათრეული ისეთ ჯაჭვში ხდომილებებისა, რომ რაღაც სიბოროტე გამოვიდეს. არა, ჩვენ ვლაპარაკობთ მდგომარეობაზე, რომელიც არის დამოუკიდებელი შედეგებზე. ანუ შესრულებულია ის, რაც სურს. რაღაცის სურვილი და ამ სურვილის შესრულება განსხვავებელია. არ შეიძლება მათი განცალკევება. ყოველთვის ემპირიულ ცხოვრებაში ყოველთვის განსხვავებულია სურვილი და ამ სურვილის შესრულება. ხო? და არ შეიძლება ჩვენ ვიფიქროთ, რომ სასურველო რაღაცა არის იმით, რომ მე მსურს ეს. ეს იქნებოდა მაგიკური აზროვნება. მაგრამ აი ამ წერტილის, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ ყოფიერება, არის სწორედ ასეთი. რომ თუ ვარ მდგომარეობაში, რომელიც ქვია კეთილი ნება, ეს მოხდა. ეს მოხდა. და რა გაგებით ახლა მოხდა? ამიტომ პატარა მოგიყვანთ პატარა ციტატა. თითქოს გადახვევა იქნება ჩვენ არგუმენტაციის ხაზიდან, მაგრამ სინამდვილეში არა. მე რაღაც ფრანგული ტექსტიდან ამოვიწერე და არა მხოლოდ ვერ მოვასწარე. მე გადავდე ეგ საქმე, ლექსის წინ გავაკეთეთ, მეთქი და მე ეს დავიწყალი გამახსენო, უკვე დრო აღარ იყო და ამიტომ ქართული ტექსტი ვერ ამოვწერე. ეს არის რა თქმა უნდა სახარება და ნათქვამია ასე. ნათქვამია ასე. არავინ თუ ლაპარაკობს წმინდა სულით არ იტყვის. წყევრელი იესე. ვიმეორებ. არავინ თუ ლაპარაკობს წმინდა სულით არ დასწყევლის. არ იტყვის წყევლით, არ იტყვის სახელს. იესე ქრისტე.
და არავინ აგრძელებს პავლემ. მე ახლა თარგმნი ეს არა კანონიკური თარგმანი არა რომელსაც ახლა გთავაზობ. და არავის არ შეუძლია თქვას ჩემო პატრონო იესე თუ არ ამბობს ამას სულით წმინდა ან წმინდა სულით აქ მოეუბათ ერთ რამეს რომ აი ბოლო ნაწყვეტს ბოლო ფრაზის ვიტყოდი ასე თუ მასში ალაპარაკობს წმინდა სული აზრადაც არ მოუვიდოდა ქრისტეს სახელი აი აქ კლასიკური შემთხვევა თქვა ის სწორედ იმაზე რასაც ლაპარაკობ რასაც ცდილობ როსო თქვი იდეა რომელიც მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია განვაგრძოთ ჩვენი გასწრა იქ სადაც ჩვენი განცდა ემპირიული ჩერდება და ვერ გაგრძელდებოდა, რადგან სასრულო არსებები ვართ და ემპირიაში აღწერა ელემენტების უსასრულობა, ჩვენ შეგვიძლია უსასრულოდ ჩამოთვალო შემადგენელი ნაწილები რაღაც საგნის, რომელიც ემპირიულად მოცემულია შენ გამოცდილებაში და ეს არადროს არ მიხვიდე გაგებამდე, ან ცნებამდე ამ საგნისა. ცნებამდე მიხვალ მაშინ, როცა შემოვა რაღაც ახალი ელემენტი, რომელიც ქვია არ არსებული, რომელიც არსებობის მიღმა და რომელსაც ქვია იდეა. მასში შენ უკვე შეგიძლია შეიმეცნო. ისე უკვე უმატებ რაღაც სხვა განზომილებას. ემპირიულ განზომილებებში შენ უბრალოდ დაიწყებდი უსასრულოდ განმეორებას თვითონ აღწერის ელემენტების. აი როგორც ცუდი გაგიჟებული წისქვილი, ეს დაიწყებოდა. აქ გვაქვს დამთავარია, რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ აქ არის შემთხვევა იმისი, რომ მე რაღაცა მე მინდა ჩვენ უნდა უპასუხოთ ერთ პრობლემატურ კითხვას, რომელიც არის შემდეგი კითხვა. საიდან ჩვენ ვიცით ან შევიგრძნობთ, ან ვხედავთ რაღაცას რის დანახვის ამაზე ფიქრისაც ამის გაგების, ამის შეგრძნების მიზეზი არავითარი არ არსებობს ამ აზრის გარეთ, ან ჩემს გარეთ. არავითარი მიზეზი და იმ მიზეზიდან რაღაც ემპირიულ მდგომარეობა მე არ შემიძლია გამოვიყვანო ის ფაქტი, რომ ჩემ თავში დაიბადა რაღაც სურვილი, ან იდეა, ან განცდა. ამ შემთხვევაში პავლე გვეუბნება, თუ წინასწარ არ არსებობს და ლაპარაკობს შემში სული წმინდა, აზრთაც არ მომივიდოდა ქრისტეს სახელი. ისე მე ვერც ვიფიქრებდი ისეთ საგანზე, რომელსაც ქვია ქრისტე. კარგი, მოვიდა. ფიქრობ, საიდან ფიქრობ? რა არის იქ, რომ რა არის სამყაროში ისეთი, რომელსაც შეუძლია დამაფიქროს ქრისტეზე. მე გეუბნები, თელ სამყაროში არაფერია ისეთი, რომელიც შეუძლია ჩემზე მოქმედებით, თავის მოცემულობით, ჩემ ემპირიულ გამოცდილებას დამაფიქროს, რომ მე აზრზე მომიყვანოს ამ საგნისა. არაფერს შეუძლია მე ამ საგნის აზრზე ჩემი ამ საგნის აზრზე მოყვანა. არაფერს შეუძლია. დეკარტი ამბობდა ასეთ რამეს, რომ პავლე თითქოს ჩვენთვის ბნელი რელიგიური მოღვაწეა.
თუ ჩვენ განათლებული ვართ და რაციონალური არსებები. მაგრამ დეკარტი ხო ეს არის ფუძემდებელი მთელი ჩვენი მეცნიერების, მათემატიკის და ასე შემდეგ. ამბობდა არ არსებობს არაფერი გარეგანის სამყაროში ისეთი, რომელიც შემიძლია მათიქრებინოს მარადიულ სიცოცხლეს. მე მინდა აბუზებას შენ ხო ფიქრობ, ისე იგი მარადიული სიცოცხლის ხატი და იდეა ხო გაქვს თავში? მე შეგეკითხები, რამ გაფიქრებინა ეს? საიდან? და გეუბნები ხო დამატებით გამოცდილება არჩევნებს, ყველას გამოსკაცობებს, რომ არაფერია ჩვენ გარეთ ისეთი, რომელიც შეიძლება იყოს საბაბი, მიზეზი, ასეთი ფიქრის ჩემ თავში, ეს. არავითარი ნიშანი არ გააჩნდეს ის, რომელიც მე ან განზოგადოებით, ან რაღაც შედარებით, ან რაღაცით შემიძლია აქედან მივიდე აზრამდე, რომ არის ასეთი ობიექტი, რომელზეც შემიძლია ვიფიქრო, ასეთი ობიექტი, როგორც მარადიული სიცოცხლე. და არც რაც მთავარია კიდე უმატებს დეკარტი, და არც სურვილი მექნებოდა ამისიმე. საიდან სურვილი მარადიული სიცოცხლის? მე მესმის სურვილი მქონდა, როცა მქონდეს პური სამშიან. ნუ ასე შემდეგ და მარტო მატერიალური სურვილები კი, მენტალური სურვილები კი, ჩამოთვლი, შეიძლება. მესმის. მაგრამ სურვილი მარადიული სიცოცხლის, აი სურვილი ასეთი განუწყვეტლობის, რომელიც მაგალითად მოგიტანით, როცა ეს ერთხელ ნაზრები ერთმანეთს, აი რომ ისიც დავიწყეთ დღევანდელი საუბარი. სურვილი რა, საიდან? ხო და აი როცა ასეთ სიტუაციაში ვართ, როცა ასეთ მოვლენებზე გვაქვს საქმე, აქ იბადება აუცილებლობა ფილოსოფიური ენის, რომ ამ ენით გავიგოთ რა არის ეს, რა ხდება. და განვისადოთ მთლიანობაში, იმიტომ რომ ადამიანმა, რომელიც იცის ესმის, რომ სურვილები, რას ნიშნავს სურვილი, მარადიული ცხოვრებისა, მარადიული სიცოცხლისა, ის ამ სურვილობს სხვანაირად, ვიდრე ის, ვისაც სურს და არ იცის რა სურს. იმიტომ როცა ვიცი, რომ მე სინამდვილეში ჩემი რაღაც სურვილი, რაღაც დოლვა, გაურკვეველი და შემთხვევით დამაჯერებელი სინამდვილეში იმით არის დამაჯერებელი ვარ იყო კონკრეტული საგდისადმი დოლვა და მისი სურვილი და ასე შემდეგ, არამედ იყო სურვილი უკვდავებისა. ეს უფრო სხვა გაგება და სხვა განცდა იგივე განცდების, ხო? ხო და რო დაუმატო ამას მე ყოფიერების ნიშანი შემოვიტანი ასეთ ესაა სურველი ის რასაც სურს არის